მოგესალმებით, ეს არის დისკუსია ნიკო გერსამიასთან. დღეს ჩვენი სტუმარი არის ნიკა გვარამია, კოალიციას ცვლილებებისთვის ლიდერი. ნიკა, ძალიან პირველ რიგში გილოცავ ციხიდან გამოსვლას და ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ ინტერვიუზე დამთანხმდით და იმედია, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია გვექნება. ეს დისკუსია მინდა რომ ახლა ძალიან გულწრფელი იყოს და ძალიან ვიცი რომ ძალიან ხშირად დადიხარ ხოლმე ინტერვიუებზე, მაგრამ მინდა რომ აი ეს ცოტა განსაკუთრებული იყოს და ესე გულწრფელად ვისაუბროთ. პირველი რაზეც მინდა გელაპარაკოთ. თქვენ ხართ სოხუმიდან დევნილი. თქვენი გზა იწყება სოხუმში და ეხლა რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს, აი რა გზა გაიარეთ სოხუმიდან და როგორ მოხვდით საქართველოს პარლამენტში, აი ცოტა მოკლედ რომ მოგვიყვეთ. ხო, გრძელი გზაა, მოკლედ ეცდები რომ მოკლედ იყოს. სოხუმში დავიბადე 1976 წელს. იქ გავიზარდე, სკოლა 11 კლასი იქ დავამთავრე, თუ რამდენი სხვა 10 ან 1 კლასით ნაკლები ვიდრე სკოლის დამთავრებისთვის არის საჭირო. და ბოლო კლასი დავამთავრე თბილისში, იმიტომ რომ უკვე დევნილი ვიყავი. პრინციპულად რომ შევხედოთ ამას, რამეს წარმოადგენს თუ არა განსაკუთრებულს ადამიანისთვის ის ქალაქი, სადაც დაიბადა, სადაც გაიზარდა, სადაც მიიღო ისე ვთქვათ, პირველი გამოცდილება ცხოვრებაში ძალიან ბევრი მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ წარმოადგენს მნიშვნელოვან რამეს და რჩება მუდმივად ბიოგრაფიაში, მეხსიერებაში და ამ შემდეგ, არამედ ბევრი თვალსაზრისით გადამწყვეტია. დღემდე სოხუმი არის ჩემთვის ჩემი ქალაქი, მშობლიური ქალაქი, რომელიც თუ სიზმრებს ვხედავ, რაც იშვიათად ხდება, აუცილებლად სოხუმია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ორჯერ უფრო დიდი ხანია უკვე ცხოვრობ ვიდრე სოხუმში. მიუხედავად ამისა, როცა ნახულობ სიზმრებს სახლზე, სიზმარში ხო არის რაღაცა შინაარსი, ხო? და რაღაცა სახლის ამბები რო ხდება ხოლმე. აი ჩემი ცოლი, ჩემი შვილები რაღაცა აი ვართ ხოლმე სოხუმის სახლში, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეფხებლობა არასდროს არ ქონიათ იმ სახლთან, არც უნახავთ და პრინციპში წარმოდგენაც არ აქვთ, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ხნის წინ ხდებოდა. რაც იმის ნიშანია ზუსტად, რომ ჩემთვის სახლი კვლავ სოხუმია. არ არის ეს გასაკვირი, იმიტომ რომ ალბათ მაინც ყველაზე უფრო მეტი ამ ქალაქმა მომცა. ყველაზე უფრო მეტი ამ ქალაქში ვისწავლე ცხოვრებისგან და არა მხოლოდ ცხოვრებისგან სკოლაში, ჩემი მშობლებისგან, მეზობლებისგან, მეგობრებისგან, ნათესავებისგან, მოკლედ ყველაფერი, რასაც ეძახიან ცხოვრების სკოლას, თავარი რაღაცები ამ ქალაქში მივიღე. ამიტომ ცხადია, რომ ამის დავიწყება ჩემთვის შეუძლებელია და ცხადია, რომ ძალიან მტკივნეულია, რომ ჩემმა შვილებმა პრაქტიკულად არაფერი არ იციან სოხუმზე, გარდა იმისა, რაც შეიძლება გაიგო წიგნებით, ამბებით, რა ვიცი, ასე შემდეგ. ამის შეცვლა, ამ ვითარების შეცვლა, რა თქმა უნდა, არის ჩემთვის ალბათ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ცხოვრებაში. ის რომ საქართველოს წინსვლა ჩემთვის მნიშვნელოვანია და ამდენ დროს უთმობ თუ მთელ ჩემ ენერგიას არა, რაც მაქვს. ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი არის, რა თქმა უნდა, ის რომ საქართველოს უნდა აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა, უნდა იყოს ისევ ერთიანი ქვეყანა და ამისთვის ბუნებრივია მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ის ტერიტორია, სადაც საქართველოს იურისდიქცია ამ წუთისთვის ვრცელდება, იყოს წარმატებული, მშვიდობიანი და ბედნიერი. მხოლოდ ამის შემდეგ წარმომიდგენია შესაძლებლად რომ ჩემი მშობლიური ქალაქი და არა მხოლოდ აფხაზეთის სხვა ქალაქები და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის სხვა ტერიტორიებიც იყოს ბოლომდე ინტეგრირებული ერთიან ქართული სახელმწიფოს ქსოვილში. ეხლა მე ვცდილობ რომ აი ვიგრძნო აი თქვენი ეს ტკივილი, ეხლა ნამდვილად ძალიან ტკივნეული არის, ეხლა მე მაგალითად მეც ეხლა პატარა ასაკში მომიწია უცხოეთში წასვლა, რომ სკოლა იქ დაამთავრო და მე საბოლოოდ გავაგრძელო სწავლა უნივერსიტეტში. ხა ჩვენი გზა ნამდვილად განსხვავდება. მე დაძალებით არ მომიწია წასვლა, ეს ჩემინებით გავაკეთე და იქ და მე სახში დაბრუნება შემილია ხოლმე და აი მეც
აი ნამდვილად გრძნობ ამ ტკივილს. მაგრამ ხან ძალიან ხშირად არის ხოლმე, როცა მე ვარ ინგლისში და აი ძალიან მეენატრება ოჯახი, ძალიან მეენატრება ჩემი სახლი და აი, მაგრამ მე ვიცი რომ რამდენიმე კვირაში არ დადაგები მაქვს, ჩავალ ნახავ ყველას და მე უკან დავუბრუნები სწავლის, მაგრამ ეს თქვენ არ შეგიძლიათ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ამაზე უარი თქვა, სხვა თუ არაფერი, ხო? ეგ ბუნებრივია, ხო ხა მე რომ იქ ყოფნა აღარ მომიდეს, მაგრამ თქვენს არჩევანი არ გქონიათ და აი ნამდვილად და კიდე ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს. მოდი მე გკითხავ, შეიძლება ძალიან მოკლედ. შენ ჩემ შულებს მეგობარი ხარ თან ძალიან ახლო. და მე ხშირად ველაპარაკები სანდროს და ქექეს ამ თემაზე. და შენც მინდა გითხრა, რა წარმოდგენა გაქვს აფხაზეთზე? რა წარმოდგენა მაქვს აფხაზეთზე? წარმოდგენა მაქვს აი ბოლომდე არ ვარ ჩამოყალიბებული როგორი არის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. აი ხან ვუყურებ ხოლმე აფხაზეთს როგორც აი ბუნებრივად უმდიდრეს ადგილს არ მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. აფხაზეთში არის ყველაზე ღრმა გამოქვაბული მსოფლიოში და ვიცი რომ აი ტროპიკალური ტყეები და ესეთი ბუნებრივი სილამაზე ნამდვილად ძალიან აქვს ფოტოებიც რამდენიმე ნანახი მაქვს და უბრალოდ აი ძალიან ხანდახან აი ესე გული მწყდება ხოლმე რომ აქ წასვლა არ შემიძლია და მე თუ არ შემიძლია ვნახო და სოხუმის რამდენიმე ფოტოც მაქვს ნანახი და აი რომ ვუყურებ ხოლმე ესე ვფიქრობ რომ ეს ქალაქი არის გაყინული. აი იმიტომ ეგრე როგორც აი შენ თვითონ რა ემოციური მაგაქვს? გრძნობს საერთოდ, ანუ მე სანდროს და ქექესაც ვკითხები და არ მოგერიდოს ამისი თქმა, იმიტომ რომ ისე როგორც არის სინამდვილეში, იმიტომ რომ შეუძლებელია მე და მამა შენი მაგალითად ერთნაირად ან და შენ და ჩემი შვილი ერთნაირად კონდეს ერთნაირი შეგრძნებები და ერთნაირი ემოციური ბმა ამ ყველაფერთან, ხო? რაღაცა ბუნებრივად ეგ სხვადასხვაობა იარსებებს, ხო? ემოციური ბმა სიმართლე რო თქვა, ეგრე ძალიანაც არ მაქვს მე სოხუმთან და აფხაზეთთან, იმიტომ რომ მე არასდროს არ ვარ იქ ნამყოფი და ეს ვფიქრობ რომ ძალიან ცუდი არის. იმიტომ რომ რეალურად ხა მე რო სოხუმის ფოტოებს ხომ ნახულობ ხოლმე ინტერნეტში, ეთყობა რომ ეს ქალაქი არის გაყინული გეგმით როგორც პრიპიატი. აი ჩერნობილის ის კატასტროფა სადაც მოხდა. პროგრესი არის გაჩერებული. ბელორუსის მხარეს რო არის ქალაქი უკრაინაში, მაგრამ ვფიქრობ რომ ამ ქალაქის ნამდვილად ძალიან გაუმჯობესება და აშენება არის შესაძლებელი ძალიან ცოტა ხანში, თუ ეს საქართველოს ტერიტორია, როგორც საქართველოს მაგითიანოს ტერიტორია. ბოდიში? წარმოგიდგენია რეინტეგრაცია საქართველოში. წარმომიდგენია, მაგრამ ეს ვიცი რომ რთულესი იქნება, იმიტომ რომ ამ რეგიონში არის რეალურად ხალხს ჩვეულებრივ brainwashing-ს უკეთებენ. ხო, ეხლა რო ვთქვა რომ ეხლა იქ არის ესეთი მუხტი რომ საქართველოს ხალხს შეუერთენ, ეს სიმართლე არ არის. არ არის ნამდვილად. და ვფიქრობ რომ ყველაზე კარგი გზა რომ ეს ტერიტორიები დავუბრუნოთ არის ეკონომიკური სიმჭიდროვე, საქართველოს თუ ევროკავშირში შევიდა ეკონომიკურად გაიზარდა, მოუწევთ ამ ავტონომიურ რეგიონებს და ოკუპირებულ ტერიტორიებს, რომ საქართველოსთან რაღაც მხრივ თანამშრომლობა გააგრძელონ, იმიტომ რომ მათ აწყობთ ეს ეკონომიკურად და მე ბუნებრივია, როცა საქართველოს ევროკავშირის ქვეყანა გახდება და აშენდება მთლიანად საქართველოს, ამ ხალხს იმ ტერიტორიაში, ვისაც ეს რუსები brainwashing-ს უკეთებენ, მოუნდებათ რომ საქართველოს შეუერთდნენ, მაგრამ ყველაზე რთული ნაწილი რეინტეგრაციის იქნება პოსტ-რეინტეგრაცია, იმიტომ რომ ის ადგილი ეკონომიკურად განვითარებული არ იქნება. მივიდეთ იქამდე ჩვენ. მივიდეთ იქამდე ნამდვილად, მაგრამ არ იქნება ეს ადგილი განვითარებული და ყველაზე მე მეშინია რომ ეს ადგილები როცა ამათი რეინტეგრაცია რომ მოხდება, ამ ტერიტორიებს ხალხი გამოეცალოს და წამოვიდნენ თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და მიტოვებული იყოს ეგ ტერიტორია საქართველოში. ხო, ნუ პრინციპულად ამის წინააღმდეგი არაფერი არ მექნება, რომ ესეთი გაცვლა მოხდეს მოსახლეობის თვალსაზრისით, ან მიგრაციული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეგ ნიშნავს, რომ ძალიან ინტეგრირებული იქნება მოსახლეობა საქართველოსთან, ეს არის მთავარი და ყველაზე რთულად მიღწევადი ამოცანა სინამდვილეში. ყველაფერი დანარჩენი, რა თქმა უნდა, მიღწევადია, თუმცა მე ზოგადად ეგ პოზიცია მაქვს, რომ უნდა გვესმოდეს, რომ რაც უფრო მეტად გადის დრო, ჩვენი შვილები შორდებიან, ემოციურადაც და მეხსიერებითი წყვეტაც ხდება, მათი შვილები კიდევ უფრო შორს იქნებიან, ამიტომ ეს არ არის მარტივი საკითხი სინამდვილეში, იმიტომ რომ თუ გაწყდება ემოციური და მეხსიერებითი ბმა, მე ამის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ნებისმიერი რა მეთოდებზეც არ უნდა ვილაპარაკოთ. ამიტომ ეს უნდა მოხდეს რაღაცა უახლოეს დეკადაში, თუ გვინდა რომ რეალურად ეს საერთოდ გამოვიდეს. თუ არა და ჩვენ ვიქნებით ორი სხვადასხვა ცხოვრები, ორი სხვადასხვა
საზოგადოება, რისი შერწყმა კვლავ იქნება ურთულესი, თუ საერთოდ შესაძლებელი იქნება. გეთანხმები ამ ყველაფერში, იმიტომ რომ თუ ხალხმა ახალმა თაობამ დაივიწყა ეს ტერიტორიები, თუ შეეგუა იმ ფაქტს, რომ ის ვერასოდეს იქ ვერ წავა და თუ ამის არ იბრძოლა, ეგ და შენი თაობები რას ფიქრობენ ამაზე? ჩემი თაობა სიმართლე რა შეკითხვა არა აქვს, რომ აი რა თქვინდა ეს აფხაზეთი ხო ცხოვრობენ ისინი თავისთვის ჩვენ ჩვენ. არა, ეგ შეკითხვა არა აქვს. ნამდვილად ჩემი რა თქვა, რომ ეგ შეკითხვა არა აქვს ჩემ თაობას, რომ ყველას თითქმის ყველას მიაჩნია, რა თითქმის არა, ყველას მიაჩნია მე ვისაც ვიცნობ ჩემ ხელას, რომ აფხაზეთი საქართველო არის და სამაჩაბლოდ საქართველოც არის და ეს ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ რაც შეიძლება მალე. ომი? ომის საშიშროებაზე ეხლა საშიშროება არა, ომი მიაჩნიათ დასაშვებ მეთოდად ტერიტორიების დაბრუნებას. იმიტომ რომ ომი თუ დაიწყო ამ ტერიტორიებისთვის ეს გაანადგურებს. რატო არ უყვარს შენ თაობას ესე ომი? ანუ რატო გამორიცხავს როგორც მეთოდს აპრიორი? რატომ გამორიცხავს? მე ჩემ შვილებთან საუბარში, მათ მეგობრებთან, ან თქვენს მეგობრებთან საუბარში ძალიან მარტივად მივდივარ ამ დასკვნამდე, რომ პრაქტიკულად გამორიცხავენ ამას როგორც მეთოდს. მე არ გულისხმობ, რომ იმას რომ ეხა ომი კარგია თუ ომი რატო არ გინდათ ამას კი არ ვკითხულობ. სხვა თაობებში, თქვენს წინა თაობებში, გინდათ ჩემ თაობაში ესე ხაზი არ იყო ამაზე გადასმული. ხო, იმიტომ რომ ეს პრინციპში მოდი ესე ვთქვათ რა, უცბად რო ვთქვათ, ეს მეთოდია პოლიტიკაში, ერთ-ერთი მეთოდი ყველაზე უარესი შეიძლება, მაგრამ მეთოდია. ანუ რაც უფრო ქვემოთ ჩამოვდივარ და აი თქვენ თაობებში და კიდევ უფრო ქვემოთ, კიდევ უფრო მეტად, პრაქტიკულად ამაზე ანუ არც უნდათ იმის წარმოქმნა, რომ ეს შეიძლება რეალობა იყოს. იცით რა არის, ჩემი თაობა უკვე გაიზარდა იმ დროს, როცა უკრაინაში დაიწყო ომი და ეხლა უკრაინა და საქართველო, რო ვთქვათ, ძალიან ერთი პრობლემა გვაქვს. ეს არის რუსეთი. ხო, მაგრამ უკრაინელები იბრძვიან. უკრაინელები იბრძვიან და კი უკრაინა ძალიან მაგრა იბრძვის, კი უკრაინელი ხალხი მე გმირებად მიმაჩნია, მაგრამ ჩვენ დავინახეთ რა მოხდა უკრაინაში, რომ ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილი არის განადგურებული. და არ უნდა მე ეს ვფიქრობ, რომ ამ თაობას არ უნდა რომ ის გადაიტანოს, რაც უკრაინელებმა. ნამდვილად არ უნდა და მიაჩნიათ, რომ დიპლომატია და ეკონომიკური სიმჭიდროვე არის ყველაზე კარგი გზა, იმიტომ რომ ეს არიდებს სისხლის ყრას. და თუ მე კიდე ესე ვფიქრობ, თუ ომით დავიბრუნოთ ეს ტერიტორია, გინც ომი ფორმალურად დამთავრდეს, ეს ომი არ დამთავრდება, იმიტომ რომ ვისაც მართლა მიაჩნია საზოგადოების უკან დაბრუნება შენ ომის გზით ვერ ხედავ. ვერასოდეს ვერ მოხდება ეს ძალადობრივი მეთოდებით, იმიტომ რომ ძალიან ხშირი შემთხვევები არის, მაგალითად ამერიკა იმიტომ არსებობს, რომ ომი დაიწყო. ხო, რევოლუციური ომი რო დაიწყო ბრიტანეთის წინააღმდეგ, shots heard around the world, ანუ როცა პირველი ტყვია გაისროლეს, გარდაუვალი იყო ამერიკული დამოუკიდებლობა, რაც არ უნდა მეტი ჯარისკაცი დაემარცხებინა ბრიტანეთის იმპერიას, მაინც ამერიკა გამოეყოფოდა, იმიტომ რომ იმ საზოგადოებას ესე მიაჩნდა, რომ ის იყო აგრესორი და მას არასდროს არ შეეგუებოდა. ეს იქნება გადაწყვეტილი საზოგადოება. ჩვენც ესე ვართ რუსეთს, ჩვენც ესე არ ვართ, ხა რუსეთმა რომ ჩვენ წინააღმდეგ 2008-ში ომი დაიწყო. დღეს ხალხი რო დგას ქუჩაში, იმიტომ დგას, რომ არ ეგუებიან რუსულ რეჟიმს, არ ეგუებიან რუსულ იმპერიას. და მარტივად რო ვთქვათ, არ უნდათ რომ იყვნენ რუსეთის ნაწილი. არ უნდათ რომ იყვნენ რუსეთის ნაწილი, იმიტომ რომ ის არის ხალხს აქვს თავისი არჩევანი და იმიტომ რომ ის არის ტერორისტული სახელმწიფო და მოძალადე სახელმწიფო, რომელიც ომს იწყებს და ამიტომ არ ვეგუებით, თორე აბა რატო უნდა ხალხს ევროკავშირთან ითან ამ შრომს და ამერიკასთან. რუსული იცი? რუსული არ ვიცი. არა, რატო? რატო არ ვიცი? არ დაინტერესებთ ხო რა რუსულს? არ მე კარგად ვიცი მაგალითად ძალიან, მაგრამ მე საბჭოთა კავშირში გავიზარდე. ეგ ფიქრობ რომ არის ყველაზე დიდი განსხვავება ხა ჩემ თაობაში ინგლისური თითქმის ყველა მისმა რუსული არის ეგრე ძალიან ბევრმა, იმიტომ რომ ჩვენ სხვა სიტუაციაში გავიზარდეთ. ჩვენ გავიზარდეთ ისეთ სიტუაციაში, რომ ჩვენ გვინდა წავიდეთ ვისწავლოთ ამერიკაში, ინგლისში, ევროპაში, შეგვიძლია ნებისმიერ ჩვენთაგან. არა, რო არ გინდა იწასვა და ისწავლა ერთი გავიგე, რა არის, რა გონია საერთოდ რუსეთზე, რამ წარმოგენა გაქვთ? რუსეთზე წარმოგენა გაქვთ. სანდროს კეკეს ახლა თქვენს ასე ვთქვათ სამეგობროს და ჩემი შვილების და ჩემი მეგობრების შვილების სამეგობრო. რა იცით რომ რუსეთს აქვს, იცით რა არის, იქნებ კარგია, რატო გონიათ ცუდი? რუსეთი ახლა დღევანდელი რუსეთი არის კიდევ ვერ გამოვიდა საბჭოთა კავშირის კოლაფსიდან, იმიტომ რომ ახლა უკრაინის ომი დაიწყო პუტინმა, იმიტომ რომ აღადგინოს ეგრეთ წოდებული საბჭოთა კავშირის გავლენის სფერო, ხო? ახლა პუტინმა უწოდა მას ყველაზე დიდი საბჭოთა კავშირის დაშლას ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა მე-20 საუკუნის. მე ვფიქრობ, რომ რუსეთს მაგ ისე წარმოუდგენა, რომ იქ არის ძალიან შეზღუდული თავისუფლება ადამიანების, იქ არ არის სიტყვის თავისუფლება ეგეთი და მიმაჩნია, რომ იქ როცა ცხოვრობს ადამიანი,
მას არ აქვს მთელ მსოფლიოზე არ შეუძლია რომ გაიგოს ყველაფერი, იმიტომ რომ იქ შეზღუდულია ბუნებრივი ინფორმაცია, ხა ინტერნეტს აქვს, მან ძალიან ბევრი საქართველოში შეიძლება ეგრე მოხდეს შენი აზრით. მე რასაც უყურებ ძალიან დიდი ტემპერატურით მივდივართ მაკეთკენ, ხო? შესაძლებელი არის ყველაფერი ჩვენთანაც მოხდეს. ხა ბუნებრივია რაღაც ინფორმაციის შეზღუდვები ყველგან ხდება, მაგრამ რუსეთი რეალურად არ ძალიან ცოტათი განვითარებულა, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ანუ ხალხს მაინც ეს საბჭოთა დრო ენატრება იქ, რომ ხალხს რო დაელაპარაკო. ისე ვინმეს რუსეთთან. სიმართლე რო თქვა, ანუ ბრიტანეთში სადაც ახლა შენ ხარ, ხო? იქ ხო არიან რუსები? არ არიან? არა, რუსი კლასელი, ან რუსი სტუდენტი ჩვენთან არ არიან. ჩვენთან არ არის. მაგრამ ვიცნობ ახლა ხალხს, ვინც მაგალითად ერთი ჩემი მეგობარი არის პოდკასტი მქონდა მაგასთან ჩაწერილი, ამერიკაში გავიცან და ის მის ცხოვრების ნაწილი ცხოვრობდა რუსეთში. და ის მეუბნება, რომ რუსია, ან რუსეთის მოქალაქეა? მოქალაქე არის, მაგრამ საქართველოს, ანუ ქართველი არის უფრო, მაგრამ რუსეთის მოქალაქე აქვს, იმიტომ რომ ერთ-ერთი მისი ოჯახის წევრი რუსი არის და მისი ბებია ცხოვრობს, მან თორცები და მან კოვიდი გაატარა რუსეთში და მიყვება, რომ მან ხალხს რუსეთში ხალხს პუტინი უყვარს. ანუ არ არის ახლა რუსეთში ესე სიტუაცია, ახლა რუსი ხალხი ხო უყურებს. მის ბებიას უყვარს, რას ამბობს? მის ბებიაზე არ ვიცი სიმართლე რომ თვითონ ახლა ბუნებრივია პუტინი არ უყვარს და ახლა ბუნებრივია რომ ხარს არ უჭერს ამომს, მაგრამ ის მეუბნება რომ იქ ხალხს ანუ ხარს უჭერენ ამომს. მიაჩნიათ, მართლა მიაჩნიათ რუს ხალხს რომ პუტინი რო ამბობს რომ ჩვენ ფაშისტებისგან ვიცავთ უკრაინას და ჩვენთვის მართლა სიმართლე მიაჩნიათ. სამწუხარო. და მე ვფიქრობ რომ იქ რომ მე ჩავიდე და მე ჩემი განსხვავებული აზრი ვთქვა, მე არ დავამთავრებ იქ კარგად. სავარაუდოდ. ეს სავარაუდოდ ესე იქნება, მაგრამ მე ვიცი რომ წავიდე მაგალითად ინგლისში, რომ წავიდე ამერიკაში ან დასავლურ ქვეყანაში და თქვა რომ მე მთავრობა არ მომწონს, მთავრობა არასწორია, იქ მე კანონი მიწევს. მოგისმენენ და მაქსიმუმ გიპასუხებენ თუ შენი აზრის წინააღმდეგ არიან, ხო? კი, ბორკილებში არ აღმოჩნდები. იმედი მაქვს. მეც ესეთი იმედი მაქვს. ნიკა, ეხლა ძალიან მინდა გელაპარაკო განათლების სისტემაზე. დღეს ეს ძალიან რელევანტური თემა არის, იმიტომ რომ ეხლა ხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, რომ დაანგრიოს დღევანდელი ქართული განათლების სისტემა. ფაქტობრივად ესე რო თქვა, კალაშნიკოვი აქვს დამიზნებული განათლების სისტემაზე და ეს არის იმიტომ, რომ სახელმწიფოს განადგურებას სურთ. მე მიმაჩნია, რომ ამ ჩვენს განათლების სისტემის განადგურება იმიტომ უნდათ, რომ ჩემნაირი ახალგაზრდები ვერ წავიდნენ უცხოეთში, რომ ვეღარ ნახონ რა ხდება, როგორი სიტუაცია არის მაგალითად ამერიკაში, რომ ინგლისში, ევროპაში და ასე შემდეგ და ბაბლში იყვნენ. ხალხი იყოს ბაბლში, ქართულ ბაბლში, რომ ვერ ნახოს იქ უცხოეთ და რომ არ მოუნდეს საზოგადოების გაუმჯობესება. ესე ხდება რუსეთში, ესე ხდება ჩრდილოეთ კორეაში მაგალითად. თქვენ განათლების მინისტრი იყავით 2008-2009 წელს. თქვენი გადმოსახედიდან რომ შეაფასოთ ეს დღევანდელი სიტუაცია და დღეს რომ თქვენ ეხლა დღეს რო ყოფილიყავით თქვენ განათლების მინისტრი, რას შეცვლიდით ჩვენს განათლების სისტემაში, რას დატოვებდით და ასე შემდეგ. ხო, შენ იქიდან დავიწყებ, რომ ამ ხელისუფლებაზე რთულია სერიოზულად იმაზე ლაპარაკი თუ რატო აკეთებენ ამას განათლებაში, ან სარკაზრი აქვს თუ არა განათლების სისტემაზე ესე ცალკე ლაპარაკს და ზოგადად მე განსხვავებული ხედვა მაქვს ბევრისგან, იმასთან დაკავშირებით აქვს თუ არა აზრი ცალკეულ სექტორებში თუ სეგმენტებში საზოგადოებრივი ცხოვრების ან სახელმწიფო ასე ვთქვათ ცხოვრებისა და მოღვაწეობისა ცალკეული სფეროების მიმართულებით ცალკე ასე ვთქვათ, მოდი ასე ვთქვათ, სეგმენტირებულ პროტესტებს, იმიტომ რომ ცვლად გეტყვით, რომ მე ვერ ვხედავ მოწყვლადი ან ცალკეული ჯგუფების უფლებებს იქ, სადაც ზოგადად არის უფლებებზე ნათქვამი და სახელმწიფოზე, როგორც წარმატებულზე, სუვერენულზე, ქართულად იმას კი უყვარს ეს სიტყვა, მაგრამ თუ რამეს აკეთებს დესუვერენიზაცია ამ ქვეყნის და ასე შემდეგ. ამ მიმართ თუ სახელმწიფოს არსებობა როგორც ასეთის წარმატებულის დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ჩვენ ვერ დავიწყებთ ცალკე განხილვას, ახლა განათლებაში, ფასებში, ეკონომიკის ცალკეულ მიმართულებებში, საგარეო პოლიტიკის ცალკეულ მიმართულებებში რა ხდება. ხო, სინამდვილეში ჩვენ გვაქვს სხვა ტიპის ბრძოლა, ეს ბრძოლა გაცილებით უფრო მაღალი, ასე ვთქვათ, თამასაზე არის ასული, ვიდრე
გინდა განათლება იყოს და მით უმეტეს გინდა რომელიმე უნივერსიტეტის ბედი თუ იქნება ეს სასკოლო განათლების ბედი. ჩვენ უნდა შევცვალოთ ყველაფერი ერთად, ან არაფერი არ შეიცვლება საერთოდ და ესე ჩამოიშლება ყველაფერი ნელ-ნელა, როგორც განათლების სისტემა იცვლება. ამიტომ ძალიან ღრმად ამაში დეტალებში ვერ შევალ, არ შევალ უბრალოდ, თუმცა ბუნებრივია რომ განათლებაზე ხედვები ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმიტომ რომ განათლების მინისტრი ვარ ყოფილი, არამედ ზოგადად ეს სფერო მაინტერესებს, ზოგადად განათლება არის ჩემთვის მნიშვნელოვანი როგორც ადამიანისთვის, მივიჩნევ რომ განათლებული ადამიანისთვის და ბევრი მიიჩნევს რომ გვარამიას შეუძლია ელაპარაკოს განათლებაზე და მისი აზრი ამასთან დაკავშირებით საინტერესოა და მე მგონია რომ ეს სწორია, კი, გვარამია შეიძლება ბევრი ელაპარაკოს განათლებაზე და მგონია რომ მე ამ მიმართულებით მაქვს კი არ მგონია დარწმუნებული ვარ, მაქვს ხედვები ისეთი როგორც გამოადგებოდა ამ ქვეყანას. ჩემს პარტიასაც, კოალიციასაც მე მგონია რომ ყველაზე უფრო ჩამოყალიბებული და საინტერესო და სწორი ხედვა გვაქვს განათლების მიმართულებით, სულ რამდენიმე მიმართულებით შემიძლია ესე დარწმუნებით თქვა, იმიტომ რომ ხედვა შეიძლება ყველა მიმართულებით კონდეს, მაგრამ არსებობს განსაკუთრებული და გამოკვეთილი, ასე ვთქვათ, აქცენტები, რომელიც ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია. ნუ ჩვენი კოალიციისთვის პირადად ჩემთვისაც განათლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი. ნუ პირადად მე მთავარი გამოსავალი განათლებაში, ასე ვთქვათ, overarching, რასაც ქვია, ხო, აი მთავარი ქოლგა საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს, ეს არ გაფინანსება ცხადია, განათლება არ იჭდება იაფი. განათლება ძვირი სიამოვნება, ეს საკმაოდ რთული სფეროა რეფორმირების კუთხით, იმიტომ რომ კონსერვატიულია. რატო არის კონსერვატიული? იმიტომ რომ განათლება ის სფეროა, სადაც ჩაბმული ალბათ ადამიანთა ყველაზე დიდი სტრატა და განათლება მოიცავს მოსწავლეებს, მათი ოჯახის წევრებს, მშობლებს, მასწავლებლებს, მათი ოჯახის წევრებს და ისე რომ გადაავლო, შეიძლება ნახე, არ ვიცი, 3-4 საქართველოს გამოგივიდეს, ჩამოვართ, ხო? და ვინც ჩამოვთვალეთ, ყველა ამ ადამიანს აქვს თავის შეხედულება განათლებაზე და გონია რომ სწორია ეს შეხედულება. ხვდები? ანუ ამიტომ არის ეს არის განათლების მთავარი სირთულე და სიმძიმე, ხო? ყველას ეხება და ყველა არ ეხება. ყველას ეხება, იმდენად ყველასაა გავლილი ეს სფერო, ნუ პრაქტიკულად ყველას, რომ ყველას თავის გამოცდილება აქვს, თავისი ხედვა აქვს და მოკლედ ასე შემდეგ. ამიტომ რთული სფეროა რეფორმირებისთვისაც, ისე რომ სოფლიოშიც ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსიული სფეროა, ხო, ყველაზე დისკუტირებადი სფეროა და ყველა ქვეყანაში პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანა, სადაც ეს ან ამის მნიშვნელობას არ აღიარებდნენ, ან ამაზეც სპეციფიური წარმოდგენების და თან ძალიან ესეთი clash ideas, რასაც ქვია, არ არსებობდეს განათლების ყველას აქვს მართლა ყველას თავისი აზრი რადგან აქვს ამ სფეროში, ყოველთვის ამ სფეროში რაც არ უნდა რეფორმა გააკეთოს, როგორ მიმართულებაც არ უნდა იყოს, იქნება ერთი ჯგუფი, რომელიც არ იქნება კმაყოფილი. არა, ბევრი ჯგუფი შეიძლება იყოს, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა, მთავარია რომ შენ იყო ამაში დარწმუნებული და აკეთებდეს სწორად, მიზანმიმართულად და მიდიოდე წინ. ოღონდ საზოგადოების ჩართულობით თავისთავად ცხადია. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარი აქ არის ფული. არ არსებობს განათლებაში წინსვლა და შესაძლებლობა საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე, ხო? დიდი საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე. თუ გვინდა სერიოზული ცვლილებები, განათლების ბიუჯეტი უნდა იყოს, რა ვიცი, მინიმუმ ერთიანი შიდა პროდუქტის 5%, რაც არის ბიუჯეტის დაახლოებით 10%, რაც არის სადღაც რა ვიცი 5 მილიარდი ლარი, ეს არის ძალიან ცოტა განათლებისთვის, მე ვთქვი, ხო? და თან ეს არ არის ფული, რომელიც ხვალ გაჩვენებს შედეგს. ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია, რომელიც ერთ დეკადაში უკვე დაგანახავს შედეგს, მაგრამ ამის გარეშე სამაგიეროდ არ არსებობს, ყველა შედეგი არის მოკლევადიანი და დროებითი. კი. თორე განათლება არის ის, რაც ახერხებს ყველაფერი მნიშვნელოვანის დამაგრებას გრძელვადიან პერსპექტივაში, ზრდის თაობებს იმგვარად, რომ მათ შეძლონ უკეთეს ქვეყნის აშენება. ყველაფერი დანარჩენი მნიშვნელოვანწილად დროებითია. განათლებასთან მიმართებით მე კიდევ ერთხელ ხლა განათლებაზე ჩვენ არა გვაქვს ინტერვიუ, მაგრამ ერთ-ერთი საკითხი არის, ამიტომ ძალიან სიღრმეებში არ ჩავალ, დიდი ხანი მომიწევს ამაზე საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვი. განათლება თუ პრიორიტეტი არის, ხა მე მაგალითად რადიკალური ხედვებიც მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების საბიუჯეტო percentage, რასაც ქვია, ხო, წილი
საერთოდ კონსტიტუციურად შეიძლება იყოს დამაგრებული და იყოს მაგალითად რომ არასოდეს არ უნდა იყოს უფრო ნაკლები ვიდრე საშუალო ევროკავშირის საშუალო, რაც საკმაოდ მაღალია პროცენტული თვალსაზრისით საშუალო თორე არა თანხების თვალსაზრისით, ქვეყნების თანაზოგადოება ბუნებრივია განსხვავებულია. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა შედეგები რეალური, სწრაფი და გარღვევა, რაც რეალურად გჭირდება განათლებაში, ეს არის მინიმუმ გაორმაგება ბიუჯეტის უსწრაფესა. მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ხამას ლაპარაკს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ რაც ხდება განათლებაში, შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, რატომ ხდება, რას აკეთებენ ამით და შემდეგ, მაგრამ თავარი რაც არის, ხო ეს არის საბიუჯეტო ეკონომია განათლების სექტორზე, იმიტომ რომ ხა 3 საგანმანათლებლო წელი აკლდება, აქედან 1 სკოლას და 2 საუნივერსიტეტო განათლებას, 1 პირველ საუნივერსიტეტო საფეხურს და 1 მეორე საუნივერსიტეტო საფეხურს, ხო? ეს სხვა თუ არაფერი, ნუ ახლა გასაგებია რომ ეს ვენეციის მოდიში პოლონიის პროცესისგან სრული გასვლა და ეს ნიშნავს რომ ქართველი არც სკოლა დამთავრებული და არც უნივერსიტეტ დამთავრებული არ იქნება უნიფიცირებული საერთო ევროპული მასშტაბით, ნუ ეს ამას ბევრი უნივერსიტეტში განხილვა არ ჭირდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა 3 წელი 4+2+3+ ერთად გადააქცევ, ეს ნიშნავს რომ პრობლემა გაქვს, ხო? პრობლემა გაქვს შენი სწავლის აღიარების ევროპული მასშტაბით და არ მხოლოდ ევროპული მასშტაბით. ამას რო თავი დავანებოთ და რეალური ხარისხის, ანუ საერთაშორისო აღიარების კუთხით პრობლემებს, სწავლის ხარისხის დაცემას, რაც ბუნებრივია ახლა სადაც 12 წელიწადში სწავლობდი, იგივე რომ 11 წელიწადში უნდა ისწავლო, ბუნებრივია რომ ხარისხის დაცემას გამოიწვევს, ამაზე ლაპარაკსაც აზრი არ აქვს, მაგრამ თავარი, რასაც ხელისუფლება ამით ცდილობს, არის საბიუჯეტო ეკონომია. ხო, იმიტომ რომ 1/6 ბიუჯეტისა, იმიტომ რომ 3 წელი 1/6-ია, რაც აკლდება საერთო საგანმანათლებლო სკოლიდან დაწყებული მაგისტრატურით დამთავრებული, არის ამდენით საბიუჯეტო ეკონომია. პლუს ამას ეს უნივერსიტეტების ჩამოქცევა ფაქტიურად, რასაც მთავარი მიზანი ის არის, რომ შენობები გაიყიდოს და აქედან შემოსავალი შევიდეს ბიუჯეტში. პლუს ამას ბევრად ნაკლები სტუდენტი იყოს და ასევე ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, რაც ასევე საბიუჯეტო ეკონომიაა. პლუს ამას შესაძლებელს ხდის, რომ პოლიტიკურად არასანდო ხელისუფლებისთვის პროფესორ-მასწავლებლები გაუშვას და ასე შემდეგ. ხო, საბოლოო ჯამში რამდენიც არ უნდა ვეძახოთ ამას კონსპირაციის თეორიები, ბუნებრივია, რომ განათლება არ არის რეჟიმებისთვის, ნებისმიერი სახის რეჟიმისთვის სასარგებლო მოკავშირე პირიქით, იმიტომ რომ ეს კრიტიკულ აზროვნების მქონე ადამიანების რიცხვს ზრდის და ესეთ ხალხი არ ჭირდება რეჟიმებს, არსად, ხო? და მით უმეტეს გარედან მართულ რეჟიმებს და ჩვენ ვიცით რომ საუბრობთ რეჟიმზე რომელიც რუსეთის ასე ვთქვათ ხარდაჭერით სარგებლობს ამიტომ ბუნებრივია რომ განათლებაზე ვერ ვილაპარაკებთ იმ ქვეყანაში რომელსაც მართავს ანტიეროვნული რეჟიმი ცხადია სასაცილო იქნებოდა გველაპარაკა იმაზე რომ რეჟიმი ანტიეროვნულია მაგრამ ნუ აი განათლებაში მას პრობლემები არ შემოგვაქვს ცხადია რომ შემოგვაქვს ცხადია რომ ამას მიზანი მართულად აკეთებს ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო რომელიც აქ ჩამოვთვალე კიდეც რომელსაც შეიძლება ეხლაც არ შევხვებივართ მაგრამ ბუნებრივია რომ არსებობს მაგალითად პოლიტიკური ცენტრალიზმი არის ერთ-ერთი რის გამოც ამას აკეთებენ აი ყველაფერს უნდა წყვეტდეს ხელისუფლება რომელიც წიგნით უნდა ისწავლოს მოსწავლემ და რაც რანაირი ფორმა უნდა ეწოს ამის ჩათვლით მოხდეს. სასაცილო ისტორიაა, ხო? ეხლა ფორმებზე ვსაუბრობთ 21 საუკუნის საქართველოში. წარმოუდგენელი ისტორია, ფორმები ჯერ კიდევ საძულველი იყო, მე რო ვსწავლობდი სკოლაში. სკოლის ფორმები კატასტროფალია. ძალიან დიდი ხნის წინ იყო, 40 წლის წინ იყო დაახლოებით და მაშინ იყო ეს სალაპარაკო გაგანია საბჭოთა კავშირის დროს და ეხლა რომ ესმის რომ კიდე რაღაცა სკოლის ფორმებზე ვსაუბრობთ, რომ თურმე ეს არის რაღაცა სოციალური თანასწორობის დამკვიდრების ეგ არის ტყუილი. არ ტყუილი არ არის ჯერ საერთოდ ვინ თქვა რომ სოციალური თანასწორობის ხელოვნურად დამკვიდრება არის კარგი სოციალური თანასწორობა უნდა დაამკვიდრო იმგვარად რომ ყველა ადამიანს შეუქმნა თანაბარი შესაძლებლობები. მადლობა დახმარებისთვის ნამდვილად ასეა და არა იმით რომ თან ყველა ადამიანი უნიფორმირებული უნდა იყოს პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით ხო ანუ უნიფორმა ჩააცვა ყველას ერთნაირი რომ გძნობდნენ თავს თანაბრად ხო ანუ რანაირად შეიძლება ეს ხელოვნურად შექმნა და ჯერ ერთი ვინ იგრძნობს თავს თანაბრად მარტო იმიტომ რომ ერთნაირი ის ყვაწვი ახლა ჟილეტები და საროჭქები ბოდიში ამაში აბსოლუტურად გეთახმები ახლა ინგლისში მე საასწავლო სკოლის ფორმები დღემდე არის თითქმის ყველა სკოლაში ჩემ სკოლაშიც და აი
ბრიტანეთში ნებისმიერ სკოლაში წახვიდე და არა, საჯაროებში. მათ შორის. საჯაროებშიც კი, არსებობს, მაგრამ ეს ჯერ ერთი ძვირია, აქედან დავიწყოთ, ხო, ეს დამატებითი ხარჯებია მოსახლეობისთვის. ამას გარდა ვინ თქვა რომ ეს კარგია, ანუ რასაც უძნება ეს მტკიცება რომ ეს კარგია. ანუ არავინ არ იცის, ხო ესე თქვა ვიღაცა გიორგი მიქანაძემ, რომელსაც უთხრა ვიღაცა ირაკლი კობახიძემ, არავინ არ იცის ეს ხალხი ვინ არის, რა კომპეტენცია აქვს ამ მიმართულებით, ვის აზრს ეყნობიან, როცა ესეთი გამოცდილების თაობაზე გვესაუბრებიან, რა გამოცდილება აქვს საერთოდ განათლებაში და მე რასაც ვუსმენ მათ ასე ვთქვათ ტექსტებს ამასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ არანაირი გამოცდილება არ აქვს და როგორც რეალისტურად შეგვიძლია ვთქვათ, ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს და ძალიან ცუდი მრჩეველები ყავთ, არ გამოვრიცხავ რომ ვიღაცა ოჯახის წევრებიც ელაპარაკებოდნენ თავის საბჭოთა სკოლის გამოცდილებაზე და როგორი კარგი იყო მაშინ სკოლა და როგორი ცუდია ახლა. აი ამაში გვიწევს ჩვენ ახლა აი ამ ყველაფერთან ოპერირება და ამ ყველაფერზე საუბარი, ხო? ეს არც სერიოზული, ეს არასერიოზული იქნებოდა, რომ არა სამწუხარო რეალობა, რომ ეს რეალურად ჩვენს ქვეყანაში ხდება. ამაში გეთანხმები. იმიტომ რომ სკოლის ეხა ჩემ სკოლაში წავიდე ეხა ინგლისში და თქვა რომ მოდი რეფერენდუმი ჩავატაროთ გვინდა თუ არა სკოლის ფორმა 90% მოსწავლე მინიმუმ იტყოდა რომ არა ეს არის არასწორი მაგრამ ეხა კი რამდენიმე ქვეყანაში ის არის ეხა კი შეიძლება ინგლისის მაგალითად აიღო იხმარნის არგუმენტი რომ აი ინგლისში არის მაგრამ ეხა ეს არის ინგლისში რადგან არის გარდნიშნავს რომ კარგია იმიტომ რომ ინგლისში ლორდთა პალატაც არის და იმედია რომ ჩვენ კობახიძეების საგვარეულოს არ ვნახავთ ლორდთა პალატაში ნამდვილად და ანუ ჩემი აზრით ვერ ეხა ჩემი აზრით ყველაფერი დასავლეთსაც არის ყველაფერი კარგი არ არის. ინგლისში მე სკოლის ფორმას არ ვთანხმები, მაგრამ მე გარდნიშნავს რომ ჩვენც უნდა გავაკეთოთ იგივე, იმიტომ რომ ან შეიძლება რაღაცა კარგი იყოს დასავლეთში და იქ მუშაობდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ საქართველოში იგივენაირად ნამდვილად რომ საზოგადოება განსხვავდება საქართველოში მე ვიცი რომ ეხა სკოლის ფორმებს რომ დააწევს ეხა საჯარო სკოლა ძალიან ძვირი იქნება პირველ რიგში ეს ფორმა რო ფული გააკეთო როგორ წარმოგიდგენია ეს შემოსწავლე იყო ეხა რა იქნებოდა როგორი იქნებოდა გამოხმაურება ამაზე შენი თაობისგან შენი კლასელებისგან საზოგადოებისგან რა ვიცი ინგლისში სკოლის ფორმები გვაქვს და სიმართლე ვთქვა არც ერთი ჩემი მეგობარი ეთანხმებოდა ყველა ჩემი მეგობარი ამბობს რომ ეს უნდა მოვაშოროთ იმიტომ რომ რატო უნდა ვიყო როცა გაკვეთილზე რო ვარ პირიქით სკოლები რას ამბობენ რატო გაქვთ ეს სკოლები იგივე არგუმენტს ხმარობენ რაც კობახი და ეგრეთ წოდებული სოციალური თანასწორობა ეხლა კი სიმართლეს ვიტყვი ინგლისში უფრო არის ეს თანასწორობა იმიტომ რომ უმეტესობა ბავშვს აქვს იგივე შესაძლებლობა აკადემიურად რომ მიაღწიოს წარმატებას მაგრამ აი ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს და მათ შორის რამდენიმე მასწავლებელსაც მიაჩნია რომ სკოლის ფორმები არის ძალიან ძველი ტრადიცია რომელიც უნდა მოშორდეს იმიტომ რომ ახალგაზრდა უნდა თავისუფლად იგრძნონ თავი გაკვეთილებზე ჩვენს გვაქვს ეგეთი ტრადიცია ეგ საბჭოთა ტრადიცია განსხვავებით ინგლისური მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისგან ჩვენ გვაქვს რამდენიმე 10 წლეულოვანი ტრადიცია ცუდი აქამდე დავიწყებული ქონდა ეხლა აღვადგინებს ბევრი რამე არ დგა ისე საბჭოთა სამწუხაროდ ძალიან რაც თორე მთავრობა აღდგა საბჭოთა პრინციპებს დაფუძნებული. ნამდვილად. ხო, ну, სამწუხარო, ასე რომ განათლებაზე რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ახლა ჩვენ თავარი არის ის რომ ჩვენ უნდა ვხარჯოთ განათლებაში ყველაზე მეტი ფული და ამითი დავეწიოთ მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპის განათლების სისტემებს. განათლება საქართველოში არ არის კარგ მდგომარეობაში, მაგრამ არც განადგურებული არ არის, მაგრამ ახლა რაც ხდება, ეს არის დასასრული საგანათლებლო სისტემის და როცა ვსაუბრობთ რომ ეს რთული დარგია, სარეფორმოდაც და ზოგადად კონსერვატიული დარგია, იმიტომ რომ ადამიანების დამოკიდებულებები ძალიან კრისტალიზებულია, ისე არა როგორც მაგალითად ჯანდაცვაზე, ყველას არ აქვს თავის ხედვა, ხო? ყველას აინტერესებს რომ ჯანდაცვა კარგი ხარისხის იყოს, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს? ძალიან ცოტა გამოხატავს ამაზე თავის აზრს. განათლებაში ეს არ არის, განათლებაზე ყველა შეუძლია თავისი აზრის გამოხატვა, ხო? მაგრამ ამიტომაც არის ეს რთული თემა, რთულად სარეფორმო, მაგრამ ეხლა რაც ხდება, ეგ ნიშნავს იმას, რომ იმდენად დაზიანდება ეს სფერო, რომ უკან გამოსვლა იქნება ძალიან რთული, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის საკმაოდ კონსერვატიული სფერო და ძალიან ბევრი ადამიანის, ძალიან დიდი მოცვა აქვს, მოდი ასე ვთქვათ და ამ ტრავმირება ამ სფეროში ასე ვთქვათ, აღდგენის პროცესს დიდი ხნით გადაავადებს. ნამდვილად გეთანხმები ამაში, მაგრამ მე
როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა, შეიძლება ჩვენ განსხვავებული აზრი გქონდეს. მე პირადად მიმაჩნია, რომ არც ერთ ქვეყანაში, მსოფლიოში არ არის კარგი განათლების სისტემა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინ შექმნილი არის ტრადიციული განათლების სისტემა და არ იცვლება ხშირად, ხო? ეხლა ტექნოლოგია ხშირად იცვლება, ხო? ეხლა რამდენიმე წლის წინ ინტერნეტი რამდენიმე ათწლეულის წინ ინტერნეტი რო გამოიგონეს, ეს იყო საოცრება, დღეს გვაქვს ხელოვნური ინტელექტი. მაგრამ ტრადიციული განათლების სისტემა ყველგან მსოფლიოში არის მაინც იმ ძველ მეთოდებზე დაყრდნობილი. მე პირადად მიმაჩნია, რომ განათლების სისტემა დღეს რაც გვაქვს, უნდა საერთოდ გადავწიოთ და ახალი შევქმნათ, რომ გამოვიყენოთ, ჩავხტოთ, ხელოვნური ინტელექტიც, რომ ვასწავლოთ ახალგაზრდებს როგორ გამოიყენեն ეს ხელოვნური ინტელექტი იმ საგნებში, რასაც სწავლობენ, მაგალითად, ფიზიკაში მაგალითად რო ავიღოთ, ვიდრე ხელოვნური ინტელექტი შეიძლება სიმულაციები გააკეთებინო, შეგიძლია კალკულაციებში მოიხმარდო, შეგიძლია ძალიან კარგად გამოიყენო brainstorming-ში. რა არის შენი ხედვა როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქართული განათლების სისტემა და ხედავ თუ არა შენ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას და ინტერნეტის უფრო ძლიერ ინტეგრაციას ჩვენს განათლების სისტემაში. მე საერთოდ არ მე პრობლემაა ეგ საკითხი. ხელოვნური ინტელექტი არის მორიგი, ასე ვთქვათ, ინდუსტრიული რევოლუციას, ასე დავარქმევდი, გინდა ბჭყალებში, გინდა ამის გარეშე. საერთოდ მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი რაც ადამიანების ცხოვრებას ამარტივებს და ამსუბუქებს და ადამიანის შესაძლებლობას აძლევს უფრო ნაკლები ენერგიის, შრომის დახარჯვით იყვნენ უფრო ბედნიერები, არის კარგი. ადამიანის ამოცანა, ადამიანი ბუნებრივად ზარმაცი არსებაა, ხო? მას მოდი ასე ვთქვათ, ტელევიზორის პულტის ტესტი დავარქვათ ამას, ხო? სიზარმაცე არის ალბათ პროგრესის განვითარების ყველაზე უფრო დიდი მხარდამჭერი. ანუ თავარი იმპულსი არის სიზარმაცე. რატომ? პულტის ტესტი ამას დავარქვი, სწორედ პულტი ხო მარტივად რო შევხედოთ, ხო არის გამოგონება, რომელიც მხოლოდ იმის გამოა, რომ ვიღაცას ეზარებოდა ტელევიზორიდან ადგომა, იფიქრა როგორ გადავრთო ხო ისე ტელევიზორის წინ დივანიდან ადგომა, ტრადიციული ასე ვთქვათ, სურათი რო წარმოვიდგინოთ, როგორ მოხდეს ახლა ისე რომ მე არ ავდგე და ეს გადავრთო და მოიგონო სატელევიზიო პულტი. ძალიან საინტერესო. სიამოვნებაში ეს არის მთელი კაცობრიობის პროგრესის ანატომია. ყველაფერი შეგვიძლია მაგასთან დავაკავშიროთ, მანქანის გამოგონება თვითმფრინავი? აბსოლუტურად. ყველა კაცობრიობის ანატომია არის ის, რომ ადამიანებს სჭირდებათ ნაკლები ენერგიის და შრომის დახარჯვით უფრო სწრაფად, უფრო ხარისხიანად და უფრო, რა ვიცი, ყველაფერი უფრო რასაც შეიძლება დავამატოთ, მიაღწიონ შედეგს. სიამოვნებაში ბედნიერი, ანუ ჩვენ ხო ვლაპარაკობთ არა იმაზე, რომ რა არის იდეაში კარგი. ჩვენ ვლაპარაკობთ ბიოლოგიურ სახეობაზე, Homo sapiens, ადამიანზე, რომელსაც აქვს ბედნიერების თავისი ხედვა და ბედნიერების მიღწევის თავისი გზები. და იყო კარგად sweet doing nothing არის ბედნიერება ყველასთვის. და how to do nothing ამას ემსახურება ადამიანის ტვინი, რაც გაჩნდა მას მერე. ამას სამარცხვინო არაფერი არ არის, არც დასაცინი, არც სასაცილო. ბიოლოგიური ინსტინქტია ეს ჩვენი, ამიტომ ჩვენი ბიოლოგიური იმპულსები გვამოძრავებს იქითკენ, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად ვიაზროვნოთ და ვიყოთ უფრო გამომგონებლები იმისთვის, რომ მარტივად მივიდეთ. ესეთივეა ხელოვნური ინტელექტიც, ხო, ბევრია იმაზე ლაპარაკი, რომ ხელოვნური ინტელექტის ეთიკა, ბევრი სამუშაო ადგილი, ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი, ამან შეიძლება რაღაცა გამოიწვიოს, რომ რაღაცა მატრიცის ფილმი მატრიცის, რომელიც ძალიან კარგი ფილმია ჩემი აზრით, ესეთი. რომ კონტროლი არის ხელოვნური ინტელექტმა, მთლიანად მსოფლიოს. კი, აბსოლუტურად გამოიწვიოს და მეგობრებო, ამაზე ფიქრობდნენ ყველა რევოლუციური, ასე ვთქვათ, გარდაქმნების დროს, ყველა ინდუსტრიული რევოლუციის დროს, ხო? ტექნოლოგიური, მოდი ასე ვთქვათ, დავარქვათ რევოლუციების დროს, ხო? პირველი ტექნოლოგიური რევოლუცია იყო ასე ვთქვათ, ჰოლანდიური ბურჟუაზიული რევოლუციის მერე, ინგლისის შემდეგ, როცა ეს ტექნოლოგიები განვითარდა, მაშინაც ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი, ხო? ლუტიდები იყვნენ ეგრეთ წოდებულები, რომლებიც წვავდნენ პირდაპირ ამ საწარმოებს, იმიტომ რომ იძახდნენ, რომ ეს საწარმო თუ იარსებებს, ჩვენ ხელით ვინც აქამდე გვქსოვდით, ახლა მანქანა რო ქსოვს,
რას ნიშნავს? ანუ და ხო, ბუნებრივია რომ ლიკვიდებიც ყოველთვის იარსებებენ, მაგრამ ტექნოლოგიური ქარხნებიც ყოველთვის იარსებებენ, ხო? ეს არის ბუნებრივი დაპირისპირება. მე ეს ლუტიდები ეგრეთ წოდებული, ანუ looting რაც არის რა, დაწვა ამ სიტყვიდან რაც მოდის, ხო? რაღაც მოსალის მართლები იყვნენ, ისინი დარჩნენ მუშევრები, იმიტომ რომ ხელით ქსოვილები იყვნენ, მაგრამ იქ აღმოჩნდა მანქანა, რომელიც სწრაფად ქსოვდა და იგივე ხარისხით, ხო? ეს ხალხი უმუშევარი კი დარჩა, მაგრამ მე გაჩნდა სხვა სამუშაო ადგილები. იმ ტექნოლოგიამ გააჩნია სხვა რა თქმა უნდა, ადგილები. ეს არის უკეთესი ცხოვრების პირობებიც მათ შორის. ხელოვნური ინტელექტი არის იგივე საქსოვი დაზგა. როგორც 3 საუკუნის მერე საქსოვი დაზგა, ხო, პირობითად როგორც Henry Ford-ის industrial line. აბსოლუტურად. ეს არის უკვე მეორე ინდუსტრიული ეგრეთ წოდებული რევოლუცია, ხო? ეს არის შემდეგი ნაბიჯი. და ამის შემდეგ კიდე იქნება ნაბიჯი, ოღონდ ის უფრო სწრაფად მოვა, ვიდრე რამდენიმე საუკუნის მერე, ხო? ხელოვნური ინტელექტი მე დარწმუნებული ვარ, გაცილებით უფრო მოკლევადიანი რევოლუცია იქნება, ვიდრე ნებისმიერი წინა, იმიტომ რომ ეხლა უკვე ტემპი ყველაფრის ძალიან აჩქარებულია, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი არის ამ ტემპის ერთ-ერთი გამოხატულება, ხო? ძალიან ჩქარა. ხო. ამიტომ კი, რა თქმა უნდა, გაქრება რაღაც სამუშაო ადგილები, კი, რა თქმა უნდა, რაღაცა თავიდან სირთულეები იქნება ყველა ვარიანტში. აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, იქნება რაღაც ახალი ეთიკური დილემები, რა თქმა უნდა, მაგრამ გაჩნდება ამოთავისუფლდება ახალი სივრცეები. საბოლოო ჯამში ეს ადამიანების ცხოვრებას გახდეს უკეთესი. უფრო რა ვიცი, მარტივს, უფრო შემოსავლიანს. გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, ბუნებრივ კი გაქრება რისერჩერი ლოიერები, იმიტომ რომ კონტრაქტს დაწერს ხელოვნური ინტელექტი. მე რა, სამაგიეროდ გაჩნდება ლოიერებისთვის ახალი შესაძლებლობები. ან უფრო ნაკლები ლოიერი დაგჭირდება, მაგრამ დაგჭირდება უფრო მეტი ინჟინერი. სოლოდ გვეყოლება უფრო მეტი ინჟინერი, ხო? ანუ ეს ასე ვითარდება სამყარო, ამაში არაფერი არ არის ახალი. ეს არის ერთი და იგივე ალგორითმი, რომელსაც უბრალოდ სხვადასხვა გამოხატულებებით, მაგრამ იგივე ალგორითმით გავდივართ. ასე რომ ეს ძალიან კარგი ამბავია. მე კარგად ამ ამბავს არ ვიცნობ, უნდა გავეცნო, მათ შორის ჩემი შვილების მეშვეობით, იმიტომ რომ აი ნახე რა უცნაური ამბავი იყო მე რო ციხეში ჩამსვეს 8 წელს ახალი არა ეხლა უკვე ბოლოს მეორეჯერ სულ ახალი ფეხადგმული იყო თითქოს ეს ხელოვნური ინტელექტი ხო 8 თვის თავზე გამოვიდა უკვე ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის ხდება ხო ანუ მე თვითონ ვერ დავეწე ხო 8 ხო ძალიან ცოტა დროა ცოტა არის მაგრამ ხელოვნური ინტელექტის კოეფიციენტზე რო გადაამრავლო ეს უამრავი დრო აღმოჩნდა მაგრამ თავიდან რო დაგიჭირეს 2022 წელს იქ არ არსებობდა და რო გამოხდი მაგრამ რო გამოხდი არსებობდა უკვე ნელ-ნელა იწყებოდა მაგრამ ეხა უკვე 2025-ში აი ძალიან დინამიკა რო წამოვიდა მაშინ დამიჭირეს გამოვედი და აღმოჩნდა რომ ყველაფერი ხელოვნური ინტელექტზე არის დაფუძნებული. ძალიან კარგია სინამდვილეში მე შიშები აბსოლუტურად არ მაქვს, რაც იმას არ ნიშნავს რომ იმას არ ვაცნობიერებ, რომ რაღაცა პრობლემებსაც მოიტანს ეს და კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაზე ეს ნეგატიურადაც შეიძლება აისახოს. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ცვლილებები არასოდეს არ გადის ტკივილების გარეშე, ბუნებრივია, მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთი ტიპის ცვლილებები თავდება ბედნიერების ახალი ეტაპით. ახალი ეტაპი და ჩემს თავარი სიტყვა კაცობრიობის ისტორიაში არის ბედნიერება. ანუ როგორც ამერიკელებმა ჩაწერეს კონსტიტუციაში და ყველაზე ფენომენალური ტექსტია ჩემი აზრით, pursuit of happiness. ეგ არის თავარი ადამიანი არსებობს იმიტომ რომ სდიოს ბედნიერებას და დაეწიოს მას. ან მის ადამიანის ცხოვრება ეს არის ბედნიერების დევნაში. ნამდვილად გეთანხმები ამაში და ადამიანის ბედნიერებას უნდა დაეწიოს, ეს არის მიზანი. მე შუაში უნდა სდიოს. კი, უნდა სდიოს ყველა ვარიანტში. და მოგონი ბედნიერება იმაშიც არის, რომ ბედნიერება იმაში, რომ ბედნიერების საბოლოო კეჩი, ან როგორ არის დაწევა, დაჭერა შეუძლებელია, მაგრამ პროცესი არის. პროცესი არის უფრო ბედნიერება. ეგეც არის ნამდვილად გეთანხმები ამაში და მე ვფიქრობ, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი განათლების სისტემაში რეინტეგრაცია მოხდეს არის ამაში გეთანხმები სულად მე არ მესმის ამას იცი რა ვის მოწონს ეს ვის არ მოწონს ვინ ეთანხმება არ ეთანხმება ეს მაინც ესე მოხდება ესე მოხდება რაც არ უნდა მოხდეს შეუძლებელია ახლა თავის დროზე ალბათ გამრავლების სტაბილურიდან კალკულატორზე გადასვლას პრობლემა იყო მაგრამ ეს ხო იმას არნიშნავს რომ ახლა დღემდე გამრავლების სტაბილურობა მიდევს წინ არა ნამდვილად აბსოლუტურად იმიტომ რომ განათლების სისტემა დღეს ებრძვის ამას
ჩემი სკოლა ინგლისში ებრძვის საშინლად, მაგრამ არაფერი არ გამოვსდით. მაინც ჩემი ყველა კლასელი ხმარობს ხელოვნურ ინტელექტს, რომ გააკეთოს თითქმის ყველა დავალება. რატომ? იმიტომ რომ უფრო მალე ვაკეთებ და უფრო ხარისხიანად. ეხლა ვიდრე ვიჯდეთ და ვიკითხოთ რაღაც ეს დიდი ტექსტი წავიკითხო, ამოვწერო, გადავიღე ფოტო, იმასაც გადავიღე და ანალიზს მოგცემს უფრო უკეთეს ვიდრე ადამიანი, უფრო უკეთეს როგორც ჩვენი მასწავლებელი. მე ვერ ხედავ ამაში პრობლემას. ვერც მე ვხედავ ამაში პრობლემას. იყო ამას არ აგეკითხა. ნეტა იყო ჩემი მასწავლებელი, ნეტა იყო. იმიტომ რომ განათლება არ არის პროცესორმა, განათლება უნარებიც არის და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით რაღაცა უნარებს განავითარებ. ეს უნარია, რა თქმა უნდა. ცოდნა რაც ნაკლები უჯრედებს დაიკავებს ტვინში და რაც მეტად იდება ასე ვთქვათ, ბიბლიოთეკაში, წიგნის სახით თუ კომპიუტერში, ასე ვთქვათ, research tool-ების სახით, მით უკეთესია. მით უფრო ბევრი თავისუფალი ადგილი გახდება, რომელსაც იმით შეივსებ, რაც გვერდით გადადებული ვერ გექნება. ნამდვილად ამაში. ესეც ყოველთვის მოინახება, რა შეიძლება იყოს. ნამდვილად ესე არის და უკვე კი ვხედავთ, რომ სოფლიო იცვლება ამ ხრივ, რომ აი მაგალითად 10 წლის წინ 2016-ში ბავშვის უტელეფონზე და ბავშვის უკომპიუტერზე აი მანიაკია, აი ადიქცია და აი პრობლემა და აი რო თამაშობს, აი ძალადობას იწვევს. ნუ ერთ საუკუნის წინ ესეთი პრობლემა იყო ტელევიზორი. იმის წინ კიდე იქნებოდა რაღაც. კიდე ერთხელ ვამბობ. ყოველთვის იქნება ესეთი რაღაც. პროგრესს მოაქვს სხვადასხვა ტიპის ადიქციები. ნამდვილად. ადამიანების ცხოვრება ადიქციების გარეშე არ არსებობს. შეუძლებელია. პროგრესი სტამდევი არის სხვადასხვა ადიქციები, რომელიც უნიკალურია პროგრესის იმ განვითარების ფაზისთვის, იმ დროისთვის და ასე შემდეგ. კი, აღარ არის ცხოვრება ისეთი, რომ ბუნებაზე ვხედავთ და რა ვიცი, ერთიანი დიდი რაღაცა საუზმე გვაქვს თუ სადილი გვაქვს, საუბრობთ და ცხოვრება განსხვავებულია. 6 საათიანი საუზმეები და სადილები აღარ არის და არც იქნება. ნოსტალგია გვაქვს? კი, გვაქვს, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ნებისმიერ ჩემი ნოსტალგია მაქვს. შენი გექნება, ეხლა შენი გაქვს ალბათ რაღაცეების ბავშვობის გენატრება. ჩემს აქში რო იქნები, შენც ნოსტალგია გექნება, ოღონდ არა იმის მიმართ, რისიც მე მაქვს. შენს აქში რაღაცა უკვე ისე იქნება წასული წინ, შენ 50 წლის იქნები ჩემსავით. რომ შენ მოგენატრება შენი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც იმ დროისთვის უკვე რელევანტური იყო. ცხადია, ხო? ეს არის ცხოვრების ერთიანი ციკლი. ჩვენ გვაქვს ცხოვრების ერთიანი ალგორითმი, უბრალოდ სხვადასხვა შემავსებელი არის სხვადასხვა, თორემ ჭურჭელი ერთი და იგივეა. ჭურჭელი ერთი და იგივეა, ნამდვილად. ნამდვილად ბოლომდე გეთანხმები ამაში. და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დავინახავთ ამ სფეროში, განათლების სფეროში ესეთ ცვლილებებს და ესე ვფიქრობ, რომ გარდაუვალია, თორე თუ არა ჩამოიჭრა. განათლება თვითონ არის პროგრესის განმაპირობებელი, მაგრამ ძალიან ხშირად არის ბარიერი პროგრესის გზაზე სამავდროულად, ხო? ნუ ეს არ არის არც პირველი შემთხვევა ესეთი, არც ბოლო. ყოველთვის ასე იყო, ასე არის და ასე იქნება. მაგრამ წინსვლას ვერ აჩერებს ვერანაირი ბარიერი. ნამდვილად. ეგეც დადასტურებულია არაერთგზის. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა. ეხლა მინდა რომ გადავიდეთ ცოტა განათლების სფეროდან გადავიდეთ პოლიტიკურ არენაზე. ნუ გადავიდეთ. ჩემი აზრით რა იყო ყველაზე დიდი შეცდომა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არის ის, რომ არ მოხდა ოპოზიციის სრულიად გაერთიანება. ნუ რა მოხდა ოპოზიციაში? მოხდა ის, რომ ოპოზიციური პარტიები შეთანხმდით, რომ მაგალითად თქვენი პარტია, გახარია, ლელო, ნაცმოძრაობა მოაწერეთ ქართულ ქარტიას ხელი და თქვით, რომ ჩვენ როცა თუ მოვიგეთ არჩევნები, ჩვენი მანდატებით შევქმნით კოალიციურ მთავრობას. ჩემი აზრით ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რატომ? იმიტომ რომ წინასწარ არც ერთი პარტია არ ამბობს ზუსტად ვისთან შექმნის კოალიციას არჩევნებამდე და ვფიქრობ, რომ შეიძლება ამის გამო შეიძლება ხმა და ხმები დაიკარგოს და მეორე რა მოხდა კიდე ამ არჩევნებზე? ძალიან აპრილში დაიწყო პროტესტები რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე მეორეჯერ 2024 წელს. ახალგაზრდებისგან ხშირად გვესმოდა პოლიტიკოსები არ გვინდა. პოლიტიკოსებს არსად ნამდვილად გეგონება არ გაკარებდნენ სცენას, გეგონება არ გაკარებდნენ, არ გაძლევდნენ მაგდენ ყურადღებას და ოქტომბერში ერთი კვირით ადრე არჩევნებამდე რო იყო დიდი შეკრება თავისუფლების მოედანზე, არც ერთი ოპოზიციის პოლიტიკოსი არ ავიდა სცენაზე. სულ იყვნენ მომღერლები და სულ იყვნენ გეგონება ესეთი ცნობილი ხალხი და საარჩევნო სიებშიც გეგონება ეტყობოდა, რომ ცოტა ამ ცნობილი ხალხით მომღერლებით ცდილობდნენ პარტიები, რომ გასულიყვნენ და შესულიყვნენ პარლამენტში. როგორ შეაფასებდით ახლა
ამ დროს იყო თუ არა სწორი რა შეცდომები იყო რა შეცდომები ჰქონდათ ოპოზიციას აი მაგალითად ეს სრულად არ გაერთიანება იმიტომ რომ ქართული ქარტია მე ესეთი არგუმენტი მაქვს რომ თუ ქარტიას აწერ ხელს რომ ჩვენ კოალიციურ მთავრობას შევქმნით ბარემ არ ჯობია რომ გაერთიანდეთ და პირიქით პირველი 10-ისთვის არ პირველი 10 საარჩევნო სიაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგრამ არ მოგიწევთ ბრძოლა 10-ს და 20-ს რაგან თუ ოპოზიცია გაერთიანდა მინიმუმ ერთი 60-70 და 80 კაცი ხო გავიდოდა პარლამენტში. როგორ შეაფასებთ 70 და 80 კაცში ერთი პარტიის ხალხი არ იქნებოდა, 7-ის ტურის იქნებოდა. ნამდვილად, მაგრამ ანუ ხო, მოდი სიაში ვინ იქნებოდა ეს მეორე ხარისხოვანია. არჩევნები არის მათემატიკა. არჩევნები არ არის შენი აღქმა, შენი სურვილი, ეხლა რასაც მიყვებოდი რომ ასე არ ჯობდა მე ესე მგონია და ამ შემდეგ, ხო? აგიყო არჩევნები არის მათემატიკა, მათემატიკური პრედიქშენების კეთება არის სოციოლოგიის საქმე და არა აღქმების. სოციოლოგიის და სტატისტიკის საქმე. ხო, ეს გაზომვადია, რა მოიტანს უკეთეს შედეგს. კაფეო იყო, რომ უკეთეს შედეგს მოიტანდა და ყველა გაზომვები, ყველა პარტიას ჰქონდა ეს გაზომვები. უკეთეს შედეგს მოიტანდა რამდენიმე ოპოზიციური ცენტრის არსებობა. იმიტომ რომ პროცენტები 5 თუ 6 რო იკარგება ესეთ თაით ბრძოლაში. ეგ ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ჩუქნი შენს მოწინააღმდეგეს რაღაცა პროცენტს, მოწინააღმდეგეში გულისხმობ ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას. მეორე საკითხია, რომ ეს გაერთიანება არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ახალი ამ გაერთიანებაში ისეც და ასეც არ იქნებოდა, მასეს გაცხადებული ქონდა და მე არ მესმის საერთოდ. ამ თემაზე ლაპარაკი რატომ მიდიოდა, იმიტომ რომ არავისთვის ეს ასე ვთქვათ სიურპრიზი არ იქნებოდა, რომ ახალი ამაზე უარს იტყოდა და მაინც ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ არა უნდა გავერთიანოთ. როგორ უნდა გავერთიანოთ? თუმცა ვიცით, რომ ერთ-ერთი მეინსტრიმული ოპოზიციური პარტია არ იქნება არანაირ გაერთიანებაში. შემდეგი რა პრობლემაც არის, წარმოიდგინე, რომ ერთად ვიყარეთ კენჭი და გავიყვანეთ პირობითად აი ახლა რამდენიც გავიდა ოპოზიციიდან ჯამურად ხო 61 ადამიანი, თუმცა ამ შანსი არ გვექნებოდა ამდენის, მაგრამ მაინც, მოდი ვთქვათ. და 61 ადამიანიდან არავინ არ შევიდა პარლამენტში, იმიტომ რომ 4 სუბიექტი იყო და 4-ვეთან ერთმანეთს უყურებდა, მაგრამ ერთი სია როცა შევიდა 61-დან 10. აი რა მოხდებოდა ამ დროს როგორ გონია? ამას მიყვებოდა 40. რაც მოხდა 20 წელს სინამდვილეში. აბსოლუტურად. და მე რას მეტყოდი, რომ აი მე ვგრძნობდი, რომ ჯობდა ყველას გაერთიანება, მაგრამ აი ესე გააყალბა ოცნებამ ერთი პარტიისტიდან 10 შევიდა და მიყვა შესაბამისად 30, იმიტომ რომ შემაჩერებელი ბარიერი არ იყო და დღეს რა ვითარებაში ვიქნებოდით? დღეს ჩვეულებრივი პარლამენტი გვეყოლებოდა, ჩვეულებრივად ლეგიტიმიზირებული ქვეყნის შიგნითაც, მათ შორის ოპოზიციის მიერაც და ქვეყნის გარეთ ბუნებრივია ხელისუფლება და დაველოდებოდ 2028-ს. მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ 2028 ასევე ისე ზუსტად იგივენაირი იქნება და როგორც 2024. დღეს უმცირე ის მაინც ვიცით, რომ არაფერი თუ 2028-მდე არ გამოგვივა, მინიმუმ 2008 ისეთი აღარ იქნება როგორც 2024, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას მთელი ციკლი ექნება გავლილი არალეგიტიმური ხელისუფლებაში ყოფნის და ას გაყალბების ის ტიპი თუ ის მასშტაბი ვერაფრით აღარ იქნება 2028-ში, როგორც იყო 2024-ში. სხვათა შორის 2020-ში, როცა ეს პროცესი დაიწყო ოპოზიციამ, მე მაშინ პოლიტიკაში საერთოდ არ ვიყავი, რომ გაეძლო 2024-ში უკვე ვეღარ მოხდებოდა ის, რაც რო არ შესულიყო პარლამენტში და მიშელი შალიშვილო რო არ მოსულიყო. რა თქმა უნდა. ეხლა რო შევიდეს პარლამენტში ოპოზიცია უბრალოდ რომ შესულიყო, იმიტომ რომ მე შევიდა გახარია, მაგრამ ამას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რო შესულიყო ზუსტად გეუბნები 4 წლის თავზე 2028 წელს ვიქნებოდით ისევ პირვანდელ მდგომარეობაში. ანუ თქვენი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ რადგან 4 ნაწილად იყო დაყოფილი ოპოზიცია და მაგალითად ერთმა თქვა რომ არ შევალ მერე აყვა ეს სხვა ოპოზიციური პარტიები და ესე გადაწყვიტეს რომ არც ერთი თუ არ შევედით, იმიტომ რომ გახარია არ შევიდა. ბევრი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ჩუმად ლაპარაკობენ ახლა ხმამაღლა ვერ ამბობენ, მაგრამ დამნაშავე არის გვარამია. მესმის ხოლმე ხშირად ეს. უკეთეს შემთხვევაში იტყვიან რომ დამნაშავეა კოალიციაცულებისთვის. ხოლო მე არ ვიცი ეგ როგორ ხდება, იმიტომ რომ კი ჩვენი პოზიცია ესეთი იყო და როცა ჩამოგვიყალიბდა ეს პოზიცია, თქვით
თუნდაც მეშლა პარლამენტში შესულიყვნენ, მე როგორ უნდა დამეტავებია, მე საკუთარ პარტიაში არ მიმიღია გადაწყვეტილება ერთპიროვნულად და უფრო ადრე ინიციატივა სხვა ადამიანებს ჰქონდა სხვა ჩემს ხა ლაპარაკებ ვის და როგორ და რანაირად, მაგრამ პარლამენტში გასულ ხალხს ჰქონდა პირველ რიგში არათავსებადობა ამ ყველაფერთან და იმის მოთხოვნა რომ სწრაფად უნდა ვთქვათ ეს, იმიტომ რომ თუ პარტია არ იტყვის ერთიანობაში, ჩვენ ვიტყვით ინდივიდუალურად. ხო და ეს არასოც არ არის კარგი პარტია, როცა არსებობს, უნდა თქვას ერთიანი პოზიცია. ჩვენ ვერ დაველოდებოდით დანარჩენ სამოპოზიციურ პარტიას, როცა ესეთი გადაწყვეტილება მივიღეთ და ხედავდით, რომ იქიდან პასუხი ჯერჯერობით არ იყო, ხო? ეს ერთი. მეორე, შენ თუ პოლიტიკოსი ხარ და გვარამია გადაგაწყვეტიებს პარლამენტში შეხვიდე თუ ვერ შეხვიდე, კარგი პოლიტიკოსი არ ხარ. არა, საერთოდ არ ხარ პოლიტიკოსი. მოდი აქედან დავიწყოთ. ახლა თუ ჩემი გავლენის ქვეშაა ყველა დანარჩენი პარტია და ისე იქცევ როგორც მე მინდა, ნუ გამიმარჯოს მე მაშინ და ისე მოიქცევიან სხვა დროსაც როგორც მე მინდა. ამას ამბობენ? ხო, ეს ხო აბსურდია. თუ აბსურდი არ არის, თუ არის მათთვის. და არის კიდე სხვა ვითარება, რომ ვიღაცებს სინამდვილეში უნდათ შესვლა და დღემდე თვლიან, რომ უნდა შესულიყვნენ, მაგრამ ამას ვერ ამბობენ, იმიტომ რომ იციან, რომ ეს ცუდია. თუ რაღაცა გინდა, რაც ცუდია, ესე იგი შენც ცუდი ხარ, მინდა უთხრა ამ ხალხს. მაგრამ თუ მიგაჩნიათ, რომ ეს ცუდი კი არ იყო, არამედ სწორი იყო, მაშინ უნდა თქვათ ეს ხმა მაღლა. ანუ რაღაცა გეშლებათ, მეგობრებო. და თქვენ თვითონ არჩიეთ რა გეშლებათ. ან გამბედაობა გაკლიათ, ან ტვინი გაკლიათ, ან რა ვიცი, ან საერთოდ არ ხართ პოლიტიკოსები. რაღაც ჩამოყალიბდით თქვენ საკუთარ თავებში. რა ხართ, ვინ ხართ და რა გინდათ და მე ილაპარაკეთ ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, ანუ თან ადამიანებს უნდათ როგორც ჩან შესვლა, მაგრამ არ უნდათ რომ ვინმეს გაეკრიტიკებია ამის გამო პოლიტიკაში არ ხდება. პოლიტიკაში უნდა მიიღო გადაწყვეტილება, თუ მიგაჩნია რომ ეს გადაწყვეტილება სწორია, თუ გაგაკრიტიკებენ, ნუ უნდა გაგაკრიტიკონ. აბა ხა ადამიანები შენი კომფორტისთვის არ არიან შექმნილები, რომ თან სისულელე გააკეთო, ან ცუდი გააკეთო და თან ხმა არ მოიღონ იმის გამო, რომ შენ რაღაცა არ დაგიშავდეს არაფერი, ხო? ესე არ ხდება. შეიძლება კარგს აკეთებდეს, სწორად იქცეოდე, მაგრამ გაკრიტიკებდნენ. კი ბატონო, გაკრიტიკებდნენ. იმის თავი უნდა გეყოს, რომ აიტანო და იმის თავი და ენერგია უნდა კონდეს, რომ გადაარწმუნო, თუ მიგაჩნია, რომ სწორია. რა ვიცი, ხა თუ ეს ვერ მოახერხეთ მეგობრებო, ამაში გვარამია ვერაფერში ვერ ცხელ შეგიშლიდათ და ვერ საგეხმარებოდათ. თქვენი პრობლემაა. თუ მაგალითად ეხლა თქვენ ამბობთ რომ ოპოზიცია ვერ შეთანხმდებოდა არჩევნების მერე როცა გაყალბდა და რო გაყალბდებოდა თუ გაერთიანებული ყოფილიყო თუ ვერ შეთანხმდებოდნენ რომ აი ეს შესვლაზე და არ შესვლაზე და ამას მერე მიყვებოდა ყველა და 2020-ის სცენარი ჩვეულებრივ გამეორდებოდა მაშინ რა პერსპექტივა მქონდა ქართულ ქარტიას რომ ის შეინარჩუნებდა და შექმნიდა წარმატებულ კოალიციურ მთავრობას ქართული ქარტია მე არ მიმაჩნია ხა თავარი ამოსავლის წერტილად ოპოზიციამ არჩევნები მოიგო. ვისაც არ ჯერა იმის პრობლემაა მით უმეტეს თუ ოპოზიციონერია. ეს ჯერა საქართველოში უდიდეს უმრავლესობას და ჯერა საერთაშორისო თანამეგობრობას. წერტილი მეგობრებო, ამას არაფერი არ შეიძლება, ეს ასეა. ხელისუფლება შინ და გარეთ არის ლეგიტიმაციის გარეშე. ამიტომაც იღებს ქვეყნაში იდიოტურ კანონებს, რომ ლეგიტიმაციის არაღიარება თურმე ისჯება. და ვისაც ეგ პრობლემა არ აქვს, ეგეთ კანონებს არ იღებს. ნამდვილად. და ბევრს არ ვიმკითხავებ, მათივე ნაბიჯებით შეგვიძლია ეს დავასკვნათ. და ქვეყნის გარეთ ამ ხალხს არავინ არ ელაპარაკება საერთოდ, ან ვინც ელაპარაკება, ის არ ელაპარაკება როგორც ხელისუფლებას. ნუ ეს დასრულებული ამბავია, ეს ასეა. ეს ესეა. კიდევ ახლა ვიღაცას უნდა ამის აღიარება თუ არ უნდა, მოცემულობას არ ცვლის. ოპოზიციამ როგორც გითხარით, არჩევნები მოიგო კოალიციურად, იმიტომ რომ ჯამურად მოაგროვა მან ოცნებაზე მეტი ხმა და ბუნებრივია ჩვენ ოცნებას რომ ჩაეტარებია არჩევნები ისე როგორც სამართლიან არჩევნებს შეესაბამება და მოთხოვნებს მინიმალურად მაინც. ბუნებრივია რომ ოპოზიცია იქნებოდა უმრავლესობაში, არა ლენდსლაიდ რაღაცა უმრავლესობაში, არამედ უმრავლესობაში. საკმაოდ მოგძალებულ, მაგრამ უმრავლესობაში და ჩვენ გვჭირდებოდა ერთმანეთს ხმები იმისთვის, რომ შეგვექმნა ერთიანი მთავრობა. ცხადია, რატო ვერ მოახერხებდით ხა რა უნდა ამის მოხერხებას. საინტერესოა. ეხლა მინდა კითხოთ მიხეილ სააკაშვილზე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იყავით ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი, თქვენ განათლების და იუსტიციის არ წევრი არ ყოფილა, მთავრობის წევრი იყავით ნაციონალური მოძრაობის და თქვენ ახლო ურთიერთობა გქონდათ მიხეილ სააკაშვილთან.
თქვენ მისი ადვოკატი იყავით ის როცა საქართველოში ჩამოვიდა 2021 წელს და თქვენ როცა 2023 წელს პრეზიდენტ ზურაბიშვილმა შეგიწყალათ და გამოხვედით ციხიდან თქვენ გააწყვეტეთ პოლიტიკაში წასვლა და აქტიურად ჩართულიყავით 2024 წლის არჩევნების პროცესზე. ესე შეკითხვა მაქვს მე. თქვენ რაც მიაღწიეთ ხან ნამდვილად თქვენი პარტიით არის მართლა ძალიან გენიალური, თქვენ მოახერხეთ რომ თავარი ოპოზიცია გამხდარიყავით ძალიან მოკლედ დროში და 8 თვე რომელიც პოლიტიკაში თითქმის არაფერი არ არის. მოახერხეთ რომ კარგი კამპანია ჩაგეტარებინეთ და ხალხი შეგეკრიბათ და დღემდე ისე კარგად გაძლო ამ პარტიამ და ამ კოალიციამ, რომ დღემდე ერთად ხართ და დღემდე ებრძვით ივანიშვილის რეჟიმს. მაგრამ ესე შეკითხვა მაქვს მე. ძალიან ბევრი ადამიანი ვარაუდობდა და ამბობდა რომ ნიკა გვარამია წავა ნაციონალურ მოძრაობაში, ის აიღებს ნაციონალური მოძრაობის კონტროლს ესე და ის ნაციონალური მოძრაობის სახელით იყრის კენჭს. რა მოხდა და რატომ მიიღეთ თქვენ გადაწყვეტილება რომ თქვენი საკუთარი პარტია შეგექმნათ და რატომ არ წახვედით ნაცმოძრაობაში და რა მოხდა თქვენს და მიშას შორის? ჩემს და მიშას შორის რაფერი არ მოხდა რა დღემდე. ურთიერთობა ჩვენი არის იმგვარი, როგორც ორ მეგობარ შორის შეიძლება იყოს, თუმცა ჩვენ არა ვართ ასე ვთქვათ პოლიტიკური თანამოაზრეები, ვიწრო გაგებით. ფართო გაგებით თავისთავად ცხადია ვართ. მაგრამ არჩევანი რომ მე არ ყოფილიყავი ნაციონალურ მოძრაობაში მე გავაკეთე თავისთავად ცხადია, მაგრამ გააკეთე ნაციონალურ მოძრაობას. იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ იქ სადაც ვარ, გადაწყვეტილებებს ვიღებდე მე და მთელი გუნდი და აღვასრულებდე მე და მთელი გუნდი. ის რომ გადაწყვეტილება როგორც ნაციონალურ მოძრაობაში ამას არ ცმალავს ნაციონალური მოძრაობა, მათთვის ეს ღია საკითხია, რომ მიშა შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, ან შეაჩეროს სხვების ნებისმიერი გადაწყვეტილება. მე ვიცი ეს ნაციონალურ მოძრაობაზე, ყველა მიცის და მათაც იციან და ამას არავინ არ მალავს, ხო? რომ ეს არის მიშას პარტია, კი არის. თავისთავად ცხადია, მაგრამ მე ესეთი, ასე ვთქვათ, მოქმედების მოდუსი მე არ მომწონს. მე სხვანაირი მოქმედების მოდუსი მომწონს, სადაც გადაწყვეტილება როცა მიიღება, მას ვერავინ ვერ გააჩერებს. ის უნდა ახსოვდეს. მარტივია, ამიტომ მე არ წავედი იქ, სადაც სხვანაირად მოქმედებდნენ, ამაზე ასე ვთქვათ, უპირატესად ჩავთვალე, ბევრად რთული გზა გაკეთებული იყო ახალი, სადაც ჩემთვის ბევრად უფრო ასე ვთქვათ, რთული გზის გავლის მიუხედავად შევძლებდი იმ პრინციპებით მემუშავა, შემეკრიბა ადამიანები და მემოქმედა, როგორ პრინციპებიც მიმაჩნია უფრო მისაღებად. მე არავის არ დავზრახავ ახლა იმის გამო, რომ სხვა იღებს თქვენს ნაცვლად გადაწყვეტილებას და საფრთხეში ხართ, ამას არავის არ ვეთქვი, იმიტომ რომ ასე არ ვფიქრობ, მაგრამ ეს ყველას არჩევანია. ვიღაცას ურჩევნია ისე, ვიღაცას ურჩევნია ასე. მე არა ვარ მათ შორის, ვისაც ურჩევნია, რომ ის მაგივრად მიიღონ გადაწყვეტილება. ან მიიღონ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაზე იფიქროს, რომ ნუ შეიძლება ხვალ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით ეს ყოფილი გაუქმდეს და სხვანაირად მოხდეს. კიდევ ერთხელ ამას არსებობს უფლება აქვს, ეს პარტია მუშაობს, რაც დაფუძნდა მას მერე, სხვანაირად ამ პარტიას არ უარსებია, გულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ჩემი არჩევანი ეს ვერ იქნება. ეს სრულად გასაგები იყო, როცა მე ამასთან დაკავშირებით საუბრები მქონდა და მათ შორის შემოთავაზებებიც, ჩემი არგუმენტი იყო ეს. ამ მხრიდან საუბარი იყო იმაზე, რომ მათი დამოკიდებულება ვერ შეიცვლება. მე მგონი სავსებით ადამიანურად, სავსებით რაციონალურად შევთანხმდით იმაზე, რომ ვერ ვთანხმდებით. და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც გადაწყვეტილება გამოცხადდა მოგვიანებით. ის რომ ჩვენ მოუგეთ ნაციონალურ მოძრაობას არჩევნები და უფრო მსხვილი ოპოზიციური პარტია ვართ დღეს მით უმეტეს, ეს უკვე სხვა ოპერიდან არის ამბავი და ამაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს არ არის ურთიერთკავშირში ხა. ის რომ ეს სხვა პარტიას გავაკეთებდი, არ ნიშნავს იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობას მე რამენერად დაუთმობდით, ხო? ბუნებრივია, როცა აკეთებ კონკურენტ პარტიას, ამოცანა გაქვს, რომ მოუგო არა მარტო ნაციონალურ მოძრაობას, ყველა დანარჩენს. ჩვენ შევძელით ეს ნაციონალურ მოძრაობამ ვერ. მაგრამ შეიძლება სხვანაირად იყოს. ნიკა, ახლა ჩემი ბოლო შეკითხვა არის ეს თქვენთან ჩვენი პოდკასტის საქართველოს მომავალს ათხედავთ. აი მაგალითად რო ავიღოთ 2026 წელი, 10 წელი არის გასული დღეიდან,
როგორ სიტუაციას ხედავთ თქვენ პირადად საქართველოში, როგორ ხედავთ ახალგაზრდების მაგალითად ჩემი და ჩემი თავების ჩართულობას პოლიტიკაში, მე მაგალითად თქვენთან სტაჟირება გავიარე წინასაარჩევნოდ. მახსოვს. ერთ-ერთი კი არა ყველაზე საინტერესო მოგზაურობა იყო ეს ჩემთვის ცხოვრებაში, იმიტომ რომ მართლაც ძალიან ბევრი შევისწავლე, როგორ კეთდება პოლიტიკა, როგორ კეთდება პარტია და ესეთი ურთიერთობები, აი შიდა პოლიტიკური rivalry შეიძლება ესე ითქვას და მართლაც ძალიან ბევრი ვისწავლე ამისთვის სულმადლიერი ვიქნები და როგორ ხედავთ თქვენ აი ზუსტად აი ჩემნაირ ახალგაზრდებს პოლიტიკურ არენაზე და როგორი წვლილი ჩაიდება ახალგაზრდების, რომლებიც მაგალითად ძალიან ხშირია, რომ ქართული ახალგაზრდა მიდის უცხოეთში სასწავლებლად და უკან ჩამოდის როგორ შეცვლის ეს ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკურ სიტუაციას. 10 წელი ხო საინტერესო თარიღია 2036 სინამდვილეში მე ვხედავ ამ თარიღს დაახლოებით პლუს მინუს 2 წელი, როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თარიღს, ასე ვხედავ საქართველოს. ჩემი ამოცანა, ჩემი ცხოვრების ამოცანა სწორედ ეს არის. ამიტომ ვარ პოლიტიკაში და არა იმიტომ რომ პოლიტიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოვიდგენია, ესე არ არის, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ვერ წარმოუდგენია პოლიტიკის გარეშე საკუთარი ცხოვრება და ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ პოლიტიკა პროფესიაა და მე უბრალოდ რამდენიმე პროფესია მაქვს და პოლიტიკოსობა ერთ-ერთია და მე ვფიქრობ სხვა პროფესიებშიც ასე ვთქვათ დაბრუნებაზე ან რაღაც ახალი სივრცეების გახსნაზე, მაგრამ ბევრი ადამიანი, ვისაც ეს ერთადერთი პროფესია აქვს და ძალიან კარგია ამ პროფესიაში და ცხადია რომ თუ ვერ ხედავს ის საკუთარ თავს პოლიტიკის მიღმა, ეს ნორმალურია, იმიტომ რომ პროფესიონალია თავის სფეროში, საქართველოში ცოტაა პროფესიონალი პოლიტიკოსი, მაგრამ არიან ასეთები და კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს, რომ პოლიტიკა პროფესიაა და ეს არ არის გართობა. და ეს არ არის რაღაცა კონკრეტული რაღაცა ერთი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, ან ფულის შოუნის და ასე შემდეგ. არა. ეს პროფესია რთული პროფესიაა. ნამდვილად გეთანხმები. საინტერესო პროფესიაა და მნიშვნელოვანი პროფესიაა. მე ვხედავ ამ მიმართულებით სწორედ ამგვარ განვითარებას, რომ პოლიტიკაში უნდა იყოს მეტი პროფესიონალი, რომელსაც ექნება ცოდნაც და არა ზოგადი ცოდნა, არამედ ის ცოდნა, რომელიც პოლიტიკაში ჭირდება, ექნება მიზანმიმართულობა, ექნება უშიშრობა, მაგრამ ექნება შესაძლებლობებიც, რა თქმა უნდა. და ეს პოლიტიკოსისთვის ყველა ეს მიმართულება არის მნიშვნელოვანი საქართველოში. ამას უნდა ქონდეს ხელშეწყობა. კიდევ ერთხელ მეორე პოლიტიკა პროფესიაა და პროფესიონალებს პატივი უნდა სცენ ადამიანებმა იქნება ეს პოლიტიკის შიგნით, თუ პოლიტიკის გარეთ და პოლიტიკოსის შრომის პატივისცემა არ გამოიხატება მხოლოდ მისთვის ქმის მიცემით. როგორც მაგალითად ექიმის შრომის რაღაცა შრომის დაფასება არ გამოიხატება მხოლოდ მასთან მისვლით როგორც პაციენტის, ხო? ესე არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოს წევრობა, ევროკავშირის წევრობა, რაც მოიტანს ეკონომიკურ ასე ვთქვათ ინტეგრაციას საერთო ევროპული ოჯახის ეკონომიკურ პროცესებში, საქართველოს ნიკოპსიიდან დარუბანდამდე მე ამას ხშირად ვამბობ ხოლმე და ეს არ არის უბრალოდ რაღაცა ლეგენდა, ან ისტორიული რაღაცა სენტიმენტი, არა, ეს არის საქართველოს როგორც საქართველოს მიერ გაკონტროლება კასპიის ზღვიდან დარუბანდი იხილეთ, შავ ზღვამდე, ანუ ნიკოპსიამდე მთელი ლოჯისტიკური დერეფნის, სწორედ ეს არის საქართველოს ნიკოპსიიდან დარუბანდამდე, ჩემთვის, ანუ თავარი ქართული ნაციონალური იდეა, რაც არის, და ეს არის იმის მომტანი, რომ საქართველოს არის საქართველოს კი არ ჭირდება მხოლოდ ევროკავშირი, ამიტომ ევროკავშირს ჭირდება საქართველოს, როგორც დიახ ნიკოპსიიდან დარუბანდამდე, ანუ კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე კორიდორის გამკონტროლებელი. ეს კორიდორი არის უმნიშვნელოვანესი კორიდორი, იმიტომ რომ ეს არის გზა ხსნილი კასპიის ზღვამდე, ტრანსკასპიის ტერიტორიამდე, ანუ შუა აზიამდე, რაც ეხლა ამ წლებში ჩამოყალიბდა და ნელ-ნელა ყალიბდება და აუცილებლად ჩამოყალიბდება, როგორც ერთ-ერთი მთავარი, თუ მთავარი არა, რესურსების წყარო, განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული rare earths metals and minerals, ყველა მიმართულებით, რაც ეხლა ხელოვნური ინტელექტის პერიოდში განსაკუთრებით არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამბავი საქართველოსთვის. ეს არის სამუდამოდ გადაწყვეტა მისი კეთილდღეობის და უსაფრთხოების ამოცანების. ამიტომ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ჩვენი ახალი დედაქალაქი თბილისთან ერთად მეორე დედაქალაქი უნდა იყოს ბრიუსელი, ჩვენ ეს დღესვე უნდა ვთქვათ,
კი, ვაშინგტონი მნიშვნელოვანია, კი, ყველაფერი დანარჩენი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენი კიდევ ერთი დედაქალაქი გახდეს ბრიუსელი, ეს უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვართ ევროპელები, ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრობა და ყველა ამგვარი ტიპის გეოპოლიტიკურ ტრანზიციებში თუ გეოპოლიტიკურ, ასე ვთქვათ, დინამიკებში უნდა ვცნობდეთ და ჩვენც უნდა ვაგრძნობინოთ და საკუთარ თავსაც და ევროპელ მეგობრებსაც, რომ კი, ჩვენ ვართ Team Brussels. მე ეს მგონია, ამას ასე ვუყურებ და ასე ვაპირებ მოქმედებას. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები.